დედაქალაქში ხეების უკანონო გაჩეხვის ფაქტებზე რეაგირებისთვის თბილისის მერია შესაბამის უწყებებს მიმართავს. როგორც ირკვევა, რეკრეაციულ სივრცეებში ხეების უკანონო მოჭრის ფაქტები ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირებულია. რამდენიმე შემთხვევა ქალაქის მუნიციპალიტეტმა გამოავლინა, სხვადასხვა სახეობის ფიჭვის გაჩეხვის შესახებ კი მერიას ინფორმაცია მოქალაქეებმა მიაწოდეს. იმის გათვალისწინებით, რომ ჩადენილი ქმედებები სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ქალაქის მთავრობა ინფორმაციას სამართალდამცავ სტრუქტურებს მიაწვდის. მაკა არჩევნიშვილი გვეტყვის, რა სახის სანქციებს ითვალისწინებს ხეების უკანონო ჭრა და როგორია კანონდარღვევის სტატისტიკა. მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ ყოველდღიურ რეჟიმში თანამედროვე საშუალებებით ხდება ყოველდღიური ინსპექტირება მთელი ქალაქის ტერიტორიაზე და მის მიმდებარედ. თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა დღეს მონიტორინგი წყნეთში ლანდშაფტურ რეკრეაციულ არეალში ჩაატარეს. ბოლო პერიოდში ხე-ტყის უკანონო მოჭრის ფაქტები სწორედ წყნეთში და მახათას მთაზე დაფიქსირდა. მსგავსი ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება და ხშირ შემთხვევაში საქმის გამოძიება სამართალდამცავების პრეროგატივა ხდება. გარემოზე მიყენებული ზიანი დგება ხის, ჯიშის, დიამეტრის და სახეობის შესაბამისად. ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოფი ამ ყველაფერთან დაკავშირებით დგება მაგ შემთხვევაში, თუ ეს დადგება 1000 ლარზე დაბლა. თუ 1000 ლარზე მაღლა იქნება ზიანი, გადაიგზავნება პოლიციის დეპარტამენტში. მწვანე ნარგავების დაზიანების და მოვლა აღდგენის წესის დარღვევისთვის კანონმდებლობა 3 წლის წინ გამკაცრდა. ინიციატორი თბილისის მერია იყო. მიზანი დედაქალაქში რეკრეაციული სივრცეების დაცვა და მოვლა. სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს შემთხვევები, როდესაც ადამიანები შედიან და პირდაპირ მიმდინარეობს ტყეების გაჩეხვა. ძალიან ბევრი ფაქტი გამოვლინდა სამწუხაროდ, რა თქმა უნდა, ამას ჩვენი მხრიდან ყოველთვის მოყვება რეაგირება და ყოველთვის გვექნება მკაცრი მიდგომები. იმიტომ რომ წარმოუდგენელია გავჩეხოთ და გავანადგუროთ ის, რაც ძვირფასი და მნიშვნელოვანია თითოეულ ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის. ძვირფასი და მნიშვნელოვანია ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობებისთვის და ჩვენვე ვჩეხავთ და ვანადგურებთ, რაც კატეგორიულად მიუღებელია. თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მიმდინარე წელს დარღვევის 35 ფაქტი გამოავლინა. აქედან ნახევარი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა და გამოსაძიებლად სამართალდამცავებს გადაეცათ. გარდა ფინანსური სანქციისა, აქ კონკრეტული ფინანსური ზიანის დადგენის შემდგომ ხდება უკვე სისხლის სამართლის ნიშნებიდან გამომდინარე შესაბამისი ორგანოების მიმართვა. მონიტორინგი ხორციელდება როგორც ეკიპაჟების მეშვეობით, ასევე სხვადასხვა ტიპის თანამედროვე მოწყობილობები გვაქვს, რომელიც გვეხმარება, ასე ვთქვათ, გამოვლენის კუთხით, ასევე მადლობა მინდა გადავუხადო მოქალაქეებს, რომლებიც გვეთანამშრომლებიან ამ მიმართულებით და სისტემატურად შემოდის ჩვენთან შეტყობინებები კონკრეტულად დაზიანებთან დაკავშირებით, რომელთა მონიტორინგსაც ვახორციელებთ. თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ სამართალდარღვევისთვის დაკისრებულმა ჯარიმამ 2025 წელს 300.000-ზე მეტი ლარი შეადგინა.